საბანკო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკიდან გამოყოფის საკითხს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზის და პროგნოზირების ცენტრი დადებითად აფასებს. მათი თქმით, გიორგი ხადაგიძე და მისი გუნდი ვერ ახერხებს ექსპერტების და საზოგადოების კითხვებზე პასუხების გაცემას. მათი აზრით, ცვლილება იმ შემთხვევაში იქნება გამართლებული, თუ ზედამხედველობის სამსახურს პარლამენტი გააკონტროლებს და არა მთავრობა ან პრეზიდენტი. არამედ ეს არის ორგანო, რომელსაც საბანკო ზედამხედველობის ინსტრუმენტის გამოტანა ეროვნული ბანკის მფლობელობიდან, ესე ვთქვათ, და მისი გადაცემა პარლამენტისათვის არის მიზანშეწონილი შექმნილ ვითარებაში, იმიტომ რომ ეროვნული ბანკი ვერ ახორციელებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, ანუ ამ შემთხვევაში ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფას და მისი ერთ-ერთი კომპონენტის ეროვნული ვალუტის სტაბილურობის უზრუნველყოფას. ეს ინსტიტუტი აუცილებლად უნდა იყოს დაქვემდებარებული პარლამენტის წინაშე და არა მთავრობის წინაშე ან პრეზიდენტის წინაშე. მეტი გამჭვირვალობისათვის, მეტი ჩართულობისათვის აუცილებელია ხელმძღვანელი საბჭოც და თვითონ ანგარიშვალდებულობაც იყოს პარლამენტის წინაშე.